მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. ეს უკვე დამთავრებული ოთახი, გალესილი. გავლესე გაჯით და რაც შეთვის თავარი არის, კედლები მიმეღო სწორი. რაც წინა ვიდეოებში ჩანს, როგორი არასწორი არის კედლები და ეხლა მინდა განახოთ შეძლების და ყორად გასწორებული კედლები. ხედავთ რაც არის ესე არის გასწორებული და მოდი ნახოთ კუთხეებიც როგორი გასწორებული არის. გასდევს კუთხეში სწორედ. ეხლა ეს კედლები უკვე მზად არის და სამუშაოებლად შპაკლით, მაგრამ ჯერ ერთი პირი შავი პირით გადავასწრო კიდევ ერთხელ, ანუ ეს უკვე სიმაღლეზე გავლეს. სიგანეზეც უნდა ერთი პირი გადავლება შპაკლის, რომ ეს ჩაღრმავებული ფორები რაც არის ამოივსოს. ხო და შემდეგ უკვე წავა სუფთა პირი შპაკლი. ამის მერე გავაკეთებ ჭერზე გიფსოს და დავამუშავებ შპაკლით ჭერებსაც და კედლებსაც. შემდეგი ვიდეო უკვე იქნება დასრულებული, ანუ გაშპაკლული, გაშკურკული, დაგრუნტული, გამზდებული საშპალიერით. ასევე ჭერებიც უკვე შეღებილი მექნება, როგორც ამ ოთახში. აქ ძალიან დიდი არეულობა არის. მაგრამ რემონტს ახასიათებს ასეთი რაღაცეები. ასე რომ კიდე ერთი ეტაპი მაქვს გასავლელი ამ ოთახში. რა თქმა უნდა, ელექტროობის კაბელებიც უნდა ჩავყარო. სადღაც წერტილი იქნება უკვე ვიცი, ახლა ვიჩვევდი და ჯერ არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა, სადაც გამეკეთებინა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბდი, სად მინდა, რას ვაკეთებ. და კიდევ ერთი გათხრები და კაბელის ჩაყრები, გიფსოს გაკეთება ჭერზე, შპაკლის დამუშავება და საბოლოოდ უკვე შპალიერით დამთავრებული და აუჯით გაწყობილი ბინა იქნება უკვე. ასე რომ შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. შემდეგ ვიდეოში განახებთ როგორც გითხარით უკვე აწყობილ ჭერს გიფსოთი და კედლებს დამუშავებული შპაკლით. დროებით